მოგესალმებით მეგობრებო, მიხარია კლავაც თქვენთან მოსვლა. მინდა დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შევეხოთ, ეს არის კონფლიქტი ოჯახში. ალბათ არ არსებობს ოჯახი, სადაც ერთხელ მაინც ცხოვრებაში რაიმე კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნილიყო. მაგრამ არის ოჯახები, სადაც აბსოლუტურად ყოველდღია კონფლიქტები, ხო დამეთანხმებით. ცოლსა და ქმარს შორის, მშობლებსა და შვილებს შორის და არის გამუდმებული ესეთი უსიამოვნო გარემო, სტრესული ვითარება და სტრესის უშუალო წყარო შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს ოჯახი და ოჯახური გარემო. რა იწვევს კონფლიქტურ სიტუაციებს? ჩვენ ვიცით, რომ ადამიანებს დრო და დრო გვეშლება რაღაც შეიძლება არასწორად ვთქვათ, ან ცუდ დროს ვთქვათ რაღაც, ხო, გაღიზიანებული იყოს ვთქვათ მეუღლე მოსული სამსახურიდან, ან ქალი იყოს რაღაც პრობლემით დაღლილი, შეიძლება ნათესავების მხრიდან, ან დედმამიშვილის მხრიდან, რომელიც იქ არ ცხოვრობს, მაგრამ ოჯახებს გვაქვს ხო ურთიერთობები ერთმანეთთან. ასე რომ კონფლიქტურ სიტუაციებს ძირითადად იწვევს ოჯახში განსხვავებული აზრი და უპატივცემულო საუბარი. აი ამას მოსდევს შემდეგ კონფლიქტი, თორე თვითონ საგნის არსი შეიძლება არ იყოს ძალიან რადიკალური, ძალიან ისეთი მძიმე, ან ასე შემდეგ, მაგრამ როგორ უდგებით, აი ამაზეა დამოკიდებული რანაირად წარიმართება ცოლ-ქმარს შორის, ან ოჯახის წევრებს შორის საუბარი. მინდა ერთი კარგი მაგალითი მოგიყვანოთ. აი ესეთი გამონათქვამია, რომ დროულად ნათქვამი სიტყვა გავს ოქროს ვაშლებს, ვერცხლის ლანგარზე მორთმეულსო. ხო, მართლაც ისეთი ლამაზი სანახაობა იქნება, ხო? წარმოვიდგინოთ ნამდვილი ვაშლები, ნამდვილი ფიზიკურად რამხელაც არის ვაშლი, მაგხელა ოქროთი რო იყოს გაკეთებული ვაშლები, გაპრიალებული ეს ფორმა, როგორი ლამაზი სანახავი იქნება, ხო, ეს სუვენირის მსგავსია და წარმოვიდგინეთ ასევე ვერცხლისგან გაკეთებული ლანგარი, ანუ თეფში. ისიც კარგად გაბდღვრიალებული, გაპრიალებული, მოჩუქურთმებული და ზედ წარმოვიდგინოთ რამოდენიმე ცალი, 1-4-5 ცალი ოქროს დიდი ვაშლები რო დავალაგოთ და რომ მივართვათ ადამიანს. რანაირი რეაქცია იქნება, რანაირი სიხარულს გამოიწვევს, ხო ალბათ. ძალიან სასიამოვნო სუვენირი იქნება და სანახავი და თანაც ძვირფასი. აი ამას არის შედარებული დროულად ნათქვამი სიტყვა. ეხლა უფრო პრაქტიკულად რო შევხედოთ ამ საკითხს. თუ რაღაცაში ქმარს ან ცოლს არ ვეთანხმებით და ეს არ არის თვითონ თავისთავად პრობლემა, იმიტომ რომ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს, ხო, ყველანი განსხვავდებით, სხვადასხვანაირი მოსაზრებები გვაქვს, სხვადასხვა ოჯახებში გავიზარდეთ და ეს სხვაობა ყოველთვის იჩენს თავს. მაგრამ როდის ვეტყვით პასუხს, როდის დაუპირისპირებთ იმ მოსაზრებას, ჩვენ პასუხს და რა ფორმით, ანუ აი ოქროს ვაშლივით ლამაზი იქნება ჩვენი სიტყვა, დაბრუნებული, მირთმეული, თუ ეს იქნება რაღაც ესეთი სახეში სილას მსგავსი ან მუშტის მსგავსი, ამაზე არის დამოკიდებული კონფლიქტი გაჩაღდება თუ არა. ხანდახან ძვირფასებო, როდესაც რაღაცა გვითხრეს და შესაძლოა ცოტა გულში არასასიამოვნოთ მოხვდა, ხო? სიტყვა ან რჩევა, ან კრიტიკა, რაღაცაზე გაგვაკრიტიკეს, აუცილებელი არ არის, რომ იმავე წუთს რო იტყვიან დაუპირისპირდეთ და ომი გავაჩაღოთ. შეიძლება სახლი სულ ჩვეულებრივად გადავაქციოთ საომარ ველად, ხო? წავიდეს ბრძოლა, წარმოვიდგინოთ ორი მეომარი ერთმანეთს מחვილებით ეჩხუბებიან, ებრძვიან და ბოლოს კარგი გამოვიდა ვიღაც გამარჯვებული, მაგრამ ორივენი დაქანცული, დაჭრილები, უხეშად რო ვთქვათ, დასისხლიანებულები და
თითქოს ესეთ გამარჯვებას არანაირი ფასი არ აქვს, იმიტომ რომ ფაქტიურად ორივენი დაქანცულები და მორალურად გატეხილები არიან. ასე რომ დროულად ნათქვამ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა. უნდა შევარჩიოთ დროს. შეიძლება მეორე დღე იყოს, როდესაც ეს ვნებათა ღელვა გადაივლის და ის ადამიანიც დაწყნარდება, თქვათ, ქმარი იქნება თუ ცოლი იქნება, უნდა შეგვეძლოს დათმობებზე წასვლა. და შემდეგ უნდა შეგვეძლოს შვიდი საუბარი. შეგიძლია დაუჯდე მეუღლეს, უთხრა რომ გუშინ რომ ესეთი რაღაც მითხარი ან ესეთი საუბარი რო გქონდა, შეიძლება ცოტა ოდნავ ავღელვდით, ცოტა რაღაცა მან გამაღიზიანა, ან შეიძლება ჩემმა სიტყვამ შენ გაგაღიზიანა, მაგრამ ნახე რისი თქმა მინდოდა. შეიძლება სწორად ვერ გაიგე ჩემი ნათქვამი სიტყვა, ხო? ან შეიძლება მე ვერ გამოვთქვი სწორად და სულ სხვა რაღაცა მინდოდა მეთქო და სხვა რაღაცას გულისხმობდი და უბრალოდ ვერ დავალაგე წინადადება ისე, როგორც მე ვფიქრობდი. უნდა გვახსოვდეს ძვირფასებო, რომ ჩვენ ოჯახში უნდა ვებრძოლოთ პრობლემებს და არა ოჯახის წევრებს. ცოლი და ქმარი ერთმანეთს კი არ უნდა ებრძოდნენ რაღაც პატარა პრობლემა რო წამოიჭრება. არამედ ამ პრობლემას უნდა ებრძოლო. ჩვენ იმიტომ შევუღლდით, რომ გვიყვარს ერთმანეთი, ვაფასებთ, ასე შემდეგ და გარედან შემოსულმა პრობლემამ ჩვენი სიყვარული და ჩვენი ერთგულება და პატივისცემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააზარალოს. შესაძლოა, რა თქმა უნდა, თავისებური ის ექნება ყოველთვის ნეგატიური ფონი, მაგრამ თავარია რომ გამოსწორება ვისწავლოთ. ასეთი სოციალური კვლევა იყო, სადაც კითხვა იყო დასმული, რომ როგორი ოჯახები არიან ბედნიერი ოჯახები. ანუ ვისაც ბევრი ფული აქვს, ვინც წარმატებული არის, ვთქვათ, კარიერაში, ვისაც დიდი ნიჭი აქვს, ან ვისაც რაიმე ხელობა კარგა გამოსდის, ვისაც დიდი დანაზოგები აქვს და აი ესეთი ოჯახები არის ბედნიერი, თუ როგორი ოჯახი არის ბედნიერი. და სტატისტიკურად გამოჩნდა, რომ ის ოჯახები არიან ბედნიერები, ვისაც შეუძლია პრობლემების გადაჭრა. ანუ გარეში მატერიალური სამყარო კი არ ხდის უფრო ბედნიერს ოჯახს, არამედ ურთიერთობის დროს, რომელიც ოლქმარსაც შეუძლია, რომ შვიდად საღად მოაზროვნეთ გადაჭრან რაიმე პრობლემა, აი ეს ოჯახები არიან ბედნიერები. სხვა დანარჩენი ეს არის დანამატი, რაღაც უფრო უმჯობესი რო იყოს. მაგრამ თავარი თუ არა გაქვს, ეს დანარჩენი არაფერს არ შეცვლის. ამიტომ არის რომ ძალიან ცნობილი ადამიანები, ძალიან მდიდარი ადამიანები და ასე შემდეგ, ბევრი ჩამონათვალი რო არ ჩამოვთვალოთ, ინგრევა ოჯახები, რადგან ურთიერთობაში არ იციან პრობლემები როგორ გადაჭრან. მათ უნდათ რომ გამარჯვებულები გამოვიდნენ ყოველთვის. ანუ ისინი ებრძვიან თავად მეწყვილეს, თავად მეუღლეს და არა პრობლემას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თვითონ პრობლემასთან ბრძოლა, ერთად უნდა გავერთიანდეთ, ერთგუნდად უნდა ვიქცეთ და ვებრძოლოთ იმას, რაც იწვევს ჩვენში განხეთქილებას და არა ერთმანეთს. ხო სწორად გამიგეთ? ასე რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დანაშაულება, შემდეგ დანაშაულის გრძნობა, რომელიც შეიძლება ჩვენი სიტყვით გამოიწვიო მეუღლეში, ეს უკეთესს არ გახდის ჩვენ ურთიერთობას, ჩვენ ცხოვრებას. ყოველ დღე საერთოდ მით უმეტეს თუ ხშირია ეს კონფლიქტები, ეს იმაზე მეტყველებს, რომ არ იციან წყვილებმა პრობლემების მოგვარება. ანუ არ აქვთ ეს იმუნიტეტი გამომუშავებული, არ აქვთ საკმარისი ამისი განათლება, მიდგომები. ამიტომ არის საჭირო ხო რაღაც სპეციალისტები ოჯახურ პრობლემებში, კონსულტანტები და ასე შემდეგ. როდესაც თვითონ ვერ ამართავს ადამიანი აი ამ პრობლემას, საჭიროა უკვე გარედან დამხმარე ძალა.
უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კლავაც არსებობს ის ფენომენი, რასაც სიყვარული ქვია, ერთმანეთი გიყვართ და უბრალოდ კონფლიქტის დროს ეს მოირღვევა ხოლმე და მოიშლება, ზვავივით წამოვა ეს განსაცდელი. მერე როგორღაც გადაივლის და მერე ისევ კლავაც როგორღაც ახერხებთ სიყვარულს. უნდა გვახსოვდეს, რომ ქრისტიანულ სწავლებებში არის მნიშვნელოვანი ესეთი აზრი სიყვარულთან დაკავშირებით, რომ სიყვარული ყოველთვის ითმენსო. ყველაფერი სწამს და ყველაფრის იმედი აქვს. ასე რომ ჩვენ კი არ უნდა გავანადგუროთ ჩვენი მეწყვილე, არამედ სიყვარული უნდა გვეხმარებოდეს, რომ მოვითმინოთ. მაგალითად, პატარა ბავშვი, როცა შვილები ძალიან პატარები არიან, რაც არ უნდა დააშავო. მეტნაკლებად მაინც პატიობ, ხო? ძლიერია მაგ პერიოდში უფრო სიყვარული, ვიდრე რომ გაიზრდებიან და დამოუკიდებლები გახდებიან, უკვე სხვა ფაზაში გადადის, სხვა ფორმა აქვს უკვე ამ სიყვარულს, მაგრამ ის არის ძალიან მგრძნობიარე პატარები როცა არიან და სიყვარულს რამხელა ძალა აქვს, რომ სისულელეც რო ჩაიდინონ, მაინც შეიძლება გავიცინოთ და ხელში ავიყვანოთ, ჩავიხუტოთ და მოვეფეროთ. ასია, ეს თვისება უნდა განვავითაროთ და ცოლი და ქმარი სიყვარულის მეშვეობით უნდა ავლენდეს მოთმინებას. და ეს მოთმინება ეხმარება ადამიანს, რომ ცოტა პერიოდი რო გაივლის, აი გაცხარებულ მომენტში არა, რომ დაალაგდება, ცოტა დაწყნარდება, ემოციები გადაივლის, დაუბრუნდება, რო იტყვიან სიმშვიდე ადამიანს. მაშინ უნდა შევარჩიოთ უკვე დრო, თუ როდის შეიძლება დაველაპარაკოთ, რომ რა მოხდა, რამ გააღიზიანა, რამ გამოიწვია ეს პრობლემა და ამაზე მშვიდად ვესაუბროთ. საუბრის დროს ჩვენი მიზანი არ უნდა იყოს, რომ კვლავ დავიწყოთ თავის გამართლება. აი მე ხო გეუბნეოდი. აი იმიტომ მოგივიდა ასე და აი რო გირჩიე და არ დამიჯერე და ანუ კრიტიკა არ უნდა მონაწილეობდეს ჩვენ საუბარში. უნდა მონაწილეობდეს პირიქით მხარდაჭერა, გულშემატკივრობა და რაღაცით დახმარების შეთავაზება, რომ იმას რაც აქვს პრობლემა, რამაც აანთო, ან გინდათ შენი რომელიღაც სიტყვა იყო, ან ხასიათი, ან რაღაცით გააღიზიანე. შვიდად უთხარი, რომ რა გავაკეთოთ სიტყვაზე, აი რა გაღიზიანებს, ან რატომ გაგაღიზიანა და ეცადე რომ გამოასწორო ეს სფერო. თუკი იმისთვის ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. რად გინდა ხო ოჯახში რომ გქონდეს სულ კონფლიქტი იმის გამო, რომ უბრალოდ არ გინდა რაღაც შეცვალო შენ ცხოვრებაში, შენ პიროვნებაში, შენ თვისებებში. ეს ეხება როგორც ერთს, ასევე მეორეს, რა თქმა უნდა. არის ხოლმე ასე, რომ ჩხუბის შემდეგ უბრალოდ დაიწყებენ რომ გადაივლის ეს კონფლიქტი, მერე შეიძლება ჩაეხუტონ ერთმანეთს, მე ძალიან მიყვარხარ, მეც ძალიან მიყვარხარ, ესეთ რაღაც რომანტიკულ ლეველზე გადავიდნენ, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ის რა იქნა, რის გამოც იჩხუბეს. რა, გამოსწორდა რამე იმ სფეროში. რამე შეიცვალა? აი ეს გავს გადაღებილ მილს, ჩოთკით რომ ჟანგიანი მილი გადავღებოთ, ხო? შეიძლება გალამაზდეს, მაგრამ არ არსებობს რაღაც დრო გავა და ის ჟანგი ისევ ამოვა იმ ახალ საღებავში. ამიტომ ჩვენ ჟანგი უნდა მოვაცილოთ და არა უბრალოდ გადავღებოთ ჩვენი პრობლემები. აუცილებელია გულწრფელი საუბარი, პრობლემის ირგვლივ, ხოლო ეს უნდა იყოს მშვიდად და დროულად ნათქვამი უნდა იყოს ეს სიტყვა. შერჩეული უნდა იყოს ეს დრო. აი ეს რაც შეეხებოდა, რის თქმაც მინდოდა დღეს, აი ეს ფსიქოლოგია ძალიან ძლიერად მუშაობს, მინდა გითხრათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ პრაქტიკულად ეს ცხოვრებაში. მოთმინება, დროის შერჩევა, როდის დაველაპარაკებით რაიმე პრობლემაზე, შეიძლება მაგალითად გეტყვით კიდევ უფრო კონკრეტულად, რაღაცა გააქვს გულში, გამძიმებს და გინდა უთხრა შენ მეუღლეს. როგორ ფიქრობთ, როდის ჯობია სამუშაოდან რომ დაბრუნდება დაღლილი, შიერი,
სამუშაოდან გაღიზიანებული შესაძლოა პრობლემებით, თანამშრომლებისგან, ან საქმე იყო ძნელად გასაკეთებელი და ძალიან მაგრა იწვალა და შემოაღო კარები და იქიდანვე ვერ მოასწრო ჩუსტებში ფეხი ჩაყოს და დაუწყე, რა ქვია, კამათი და ბუზღუნი და ლაპარაკი. როგორ ფიქრობთ? ამ დროს უფრო ადვილად მოგისმენთ და მიიღებს თქვენ საუბარს? ხო პირიქით რო იტყვიან ვულკანებით არის მაგ დროს ადამიანი, ხო? მშიერი, გაღიზიანებული და ესეთი გამონათქვამიც კი არის მაგალითად კაცების მიმართ, რომ კაცის გულისკენ გზა გადის კუჭზეო, ხო? კაცის გული რომ მოიგო, ჯერ უნდა დაანაყრო, რო იტყვიან, იმიტომ რომ კაცი უფრო რაღაცნაირად გაღიზიანებულია, როდესაც შია. ამიტომ, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა სწორი, რომ აქ პერიოდში დაუწყოთ პრობლემატურ საკითხებზე, ან ბავშვები რომ ცელქობდნენ, რომ ვიღაცამ გაგაღიზიანა, მეზობელმა, არ აქვს მნიშვნელობა. მძაფრი ესეთი რაღაც საუბარი ამ მომენტში იქნება აბსოლუტურად მიუღებელი. თქვენი ქმრისთვის რანაირი ბუნების ადამიანიც არ უნდა იყოს, კიდაც მშვიდი ხასიათი კონდეს და ასე შემდეგ, როცა გადაღლილია გარედან ისედაც, მას სჭირდება დასვენება. ან თუ რაღაცა გეწყინა, მაგ მომენტში ნოეტყვი. როცა დაისვენებს, ვთქვათ, ისაუზმებს თუ ვახშამის პერიოდი იქნება, თუ სადილის პერიოდი იქნება, რო ცოტა დაისვენებს ადამიანი, შეხედე ისედაც როგორ ხასიათზეა, დაღონებულია, მაინც ვერ არის კარგ ხასიათზე, ანუ შეარჩიე და ყველაზე კარგი არის სიტუაცია, რომ განმოხტოთ იუმორი. რაღაცნაირად რამეზე გააცინე, რამე კარგი სასიამოვნო უთხარი და ხო, არ დამავიწყდეს. პირველი, როდესაც გვინდა რაიმე პრობლემაზე ადამიანს ველაპარაკოთ, ყველაზე კარგი წამალი არის შექება. ანუ სანამ რაღაცას ეტყვი, რაში არის ადამიანი გამოსასწორებელი, რომ აი რა გეწყინა, რო გითხრა რაღაც წინა დღისით ან რაღაც. სანამ იმას აღნიშნავ, რა აქვს ადამიანს ცუდი, ჯერ პირველი ის უთხარი რა აქვს, რა საფასებ ადამიანში, რა მოგწონს მასში. რო სიტყვაზე ყურადღებიანია, სიტყვაზე ძალიან ერთგულია ოჯახის, ან შეგიძლია უთხრა, რომ ვთქვათ, ყველაფერს აკეთებს, რომ ოჯახიზე იზრუნოს, წვალობს, შეიძლება ფიზიკურად არის ძალიან დატვირთული. და მერე, როდესაც ადამიანს ესიამოვნება, რომ თურმე მარტო ცუდი კი არა ვარ, არამედ რაღაც კარგიც მაქვს, უკვე ადვილია მისთვის. ეს მისი ცუდ მხარეც რო დაანახო, რო გამოასწოროს. მაგრამ თუ პირდაპირ პირველ რიგში ეტყვი, შენ აი ასეთი ხარ, ისეთი ხარ, ისეთი ხარ, ადამიანი გადადის რა პოზიციაზე? ადამიანი გადის უკვე დაცვის პოზიციაზე. სულ რომ ტყუანი იყოს, სულ რომ არ ვარგოდეს და აბსოლუტურად მართალი რო იყოთ თქვენ ყველაფერი, რასაც ეუბნებით ყველაფერში, ის არ მიიღებს აი ამ სიმართლეს. ის გადავა დაცვაზე და დაგიწყებთ პირიქით აქეთ შეიძლება შეტევაზე გადმოვიდეს, იმიტომ რომ მიუღებლობის გრძნობა ექნება თქვენს აქციელზე. იმიტომ რომ თუ კარგი არაფერი გამაჩნია, თუ არ ავზრუნავს შენზე, ოჯახზე, შვილებზე, მეურნეობაზე თუ ასე შემდეგ. მარტო ცუდი ვარ და უსიო ის რაც გაინტერესებს რომ გამოასწოროს, ის აღარ მიიღებს აი ამ საკითხს. რადგან უკვე არის ძალიან გაღიზიანებული. ასე რომ ძვირფასებო, ოჯახი არის უძიროჭა. ძალიან მრავალ კუთხედოვანი არის პრობლემები. თუ შესაძლოა რაღაცაში არ გამოგდით, პრობლემა როგორ გადაჭრათ, რა გააკეთოთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ პირად კონსულტაციაზე და მომწეროთ Instagram-ზე, რომ ვისაუბროთ, ვთქვათ, როგორ შეიძლება ხან არის, რომ უკვე ჩიხშია სიტუაცია და აღარ იცი რა გააკეთო. შეიძლება ის რჩევები, რაც ახლა ვთქვათ, მოგეცით აი ამ საუბრის დროს, შესაძლოა დაგვიანებულიც კი იყოს. უკვე კრიტიკულ მდგომარეობამდე იყოს მისული.
ამიტომ ყველა სხვადასხვანაირი სიტუაცია გვაქვს, ყველა სხვადასხვანაირი ხასიათი გვაქვს, უნარი განსხვავებული გვაქვს, შესაძლებლობები გონებრივი თუ ფსიქიკური და უკვე არის რო იტყვიან ეს კედელი აღმართული, რომელიც გადაალახოთ უკვე ჩვენ ძალებს აღემატება. ამ დროს აუცილებელია, რა თქმა უნდა, დამხმარე ადამიანი, ვინც დაგანახებთ პრობლემის არსი, როგორია, რამ გამოიწვია, რა მდგომარეობაში იმყოფება და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის თქვათ აღმოფხვრა და გადალახვა. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. თუ თქვენთვის იყო საინტერესო ეს რჩევები კომენტარებში მომწერეთ, ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ვწერთ კომენტარს და ვხედავ, რომ თქვენთვის ფასეულია, ესა თუ ის ინფორმაცია, მე მეტი мотивация მეძლევა, რომ უფრო და უფრო მეტი სიახლე გაგაცნოთ, რასაც ეხება ოჯახს და აი ამ ოჯახურ ცხოვრებას და მთლიანად ცხოვრებას. ასე რომ მადლობელი ვიქნები თუ კომენტარებს მომწერთ. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და დროებით გემშვიდობებით ნახვამდის.